Сегодня у нас чудесный день. И я думаю, что мы много не будем говорить сегодня. И мы хотим взять больше времени для молитвы. Но пока время есть. Аллилуйя. Аллилуйя. Давайте откроем Деяния апостолов, 2 глава. Მოდი არ წავიკითხავთ თლიანად. ან შეიძლება მოდი მე წავიკითხავ შენ არ წაიკითხო. Я сегодня не буду читать. საქმე მოციქულთა მეორე თავი და შეგიძლიათ ნახოთ ეს ბიბლიებში. Откройте ваши Библии. პირველი მუხლიდან 21 მუხლამდე. Деяния 2 глава с 1 стиха по 21. არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია. Здесь очень важная история описана. ეს არის 50-ე დღის ისტორია. Это история Пятидесятницы. ქრისტეს აღდგომიდან 50-ე დღეს. С воскресения Христа это 50-й день. ჩვენ ვიცით, რომ სული წმინდა მოეფინა ეკლესიას. И мы знаем, что Дух Святой он сошел на церковь. სული წმინდა მოვიდა დედამიწაზე. Дух Святой пришел на землю. და 50-ი დღეზე იმა რომ მოაწია ყველანი ერთად იყვნენ და მოულოდნენ და ხმაური გაისმა ზეციდან. თითქოს ძლიერმა ქარმა დაფერაოდო ამსო მთელი სახლი, სადაც ისხდნენ და ეჩენა მათ გაყოფილი ენები, როგორც ცეცხლოვანი და სათითაოდ დაივანა თითოეულ მათგანზე. ყველანი აღივსდნენ სულიწმინდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ. ჰალელუია. Аллилуйя. ამენ. წავიკითხოთ რუსულად თუ სიტყვებით თქვათ. კარგით, მოდით ვირფასებო. 50-ი დღეს ზეიმი. И праздник Пятидесятницы. ჩვენ ვიცით, რომ აღინიშნებოდა ორი რამ აი ამ დღეს. И мы знаем, что в этот день праздновались две вещи. ერთი ზეიმი იყო, როცა მოსესგან რჯული მოვიდა სინასთაზე. Одно празднество это когда пришел закон от Моисея. და მეორე ეს იყო მოსავლის აღებისთან დაკავშირებული ზეიმი. И второй это праздник, когда собирали жатву. და ამ დღეს რაღაცა მოხდა, საზეიმო დღეს რაღაცა გააკეთა ღმერთმა. И в этот праздничный день Господь что-то сотворил. რომ ავტორი ბიბლიისა, Что автор Библии, ის არის ვინც სულიწმინდა არის ბიბლიის ავტორი. вы знаете, что Дух Святой это автор Библии. ის თავად მოვიდა დედამიწაზე. Он сам пришел на землю. ღმერთი მოვიდა დედამიწაზე. Бог пришел на землю. სულიწმინდა მოვიდა დედამიწაზე. Дух Святой пришел на землю. ის მოვიდა ეკლესიაში. Он пришел в церковь. ის მოვიდა ჩემო ძვირფასებო როგორც უფალი. Он пришел как Господь. და იწყება ახალი ერა. И с этого момента начинается новая და эра. ეს არის სულიწმინდის И პერიოდი. это период Духа Святого. ეს არის ეკლესიის დაბადების დღე. И это день рождения ანუ ეს არის церкви. როცა ეკლესიას მიეცა ზეციდან ლეგიტიმაცია მოქმედებისთვის. Это день, когда церкви была дана легитимация с небес. გახსოვთ იესო უთხრა რომ არ წახვიდეთ ვიდრე ზეციდან არ მოვა ძალა და არ შეიმოსებით. И вы помните, когда Иисус сказал, не покидайте Иерусалим до тех пор, пока вы не примете და силу ისინი იყვნენ свыше. შეკრებილები და ელოდებოდნენ. И они были собраны вместе და ამ დღეს и ожидали. ზეცისგან იყო ხმაური И в этот день шум был с და неба. ხმაური ჩვენ არ მოგვიგონია. И этот шум мы не выдумывали. ხმაური ეს ზეცის სტილი არის. И шум это стиль небес. თუ ზეცა რაიმე საკეთებს ხმაურობს. Знаешь, если небеса что-то делают, они шумят. ამენ. Аминь. ამენ. Аминь. ჰალელუია. Аллилуйя. ბიბლია ამბობს იყო მოულოდნელი ხმაური. И Библия говорит, что был неожиданный шум. იმიტომ რომ произошел. ღვთის სული მოვიდა. Потому что Дух Божий пришел. ღვთის სული მოძრაობდა. Дух Божий двигался. იმიტომ რომ ღმერთის დიდება მოვიდა ამ მიწაზე. Потому что Божья слава опустилась на და эту ეს იყო землю. ძალიან დიდებული მოვლენა. И это было очень величественное ისე ჩვენ событие. ვამბობთ ხოლმე, Мы порой говорим, რომ ჩვენ ვართ სულიწმინდის სავსილი что мы ეკლესია. церковь, наполненная Духом ჩვენ ვართ Святым. მემკვიდრე იმ ეკლესიისა, რომელიც 51 დღეს დაიბადა და იყო დამოწმებული ზეციდან, რომ ეს არის მისი სხეული დედამიწაზე, რომელიც გააკეთებს მის დიდებულ Что საქმეებს. мы наследники той церкви, которая получила легитимацию с небес, и то, что мы сделаем те дела, которые должны сделать.
Hallelujah, amen. Დიდება უფალს. Слава ასე Господу! რომ ეს შენი ზეიმი არის Так что ვირფასებო. это наш праздник, дорогие мои. და აი ამ დღემ მოიტანა ენები И ცეცხლოვანი. вот этот день принес огненные ამ დღემ языки. მოიტანა სული ცეცხლოვანი. И этот ამენ. день принес огненный дух. დიდება ჩვენს უფალს. Слава нашему Господу! ჩემო ვირფასებო. Дорогие мои, სული წმინდა არ არის ცეცხლი. Дух Святой это не огонь. სული წმინდა არ არის მტრედი. Дух Святой это не голубь. სული წმინდა არ არის წყალი. Дух Святой это не вода. სული წმინდა არ არის ქარი. Дух Святой это не ветер. იცი ყოველა ამ ელემენტში სული წმინდის ხასიათი ვლინდება. Во всех этих элементах проявляется характер Духа მაგრამ Святого. ის არ არის არც მტრედი, არც ცეცხლი, არც წყალი, არც ქარი. Но он не голубь, не огонь, не ветер. ის არის პიროვნება. Он личность. ის არის ღმერთი. Он Бог. ის არის თანასწორი მამისა და ძისა. Он равноправен и отцу, и Аминь. сыну. Аминь. რომელიც გამოვიდა მამისგან და ძისგან. Который шел от отца и от რომელიც сына. მოვიდა ამ დედამიწაზე. Который пришел на эту землю. და იესომ თქვა, Иисус сказал, რომ უკეთესია წავიდე. лучше, чтобы я ушел. რადგან თუ არ წავედი, Ибо если я не уйду, სული წმინდა ვერ მოვა. тогда Дух Святой не მაგრამ придет. როცა წავა, Но когда я уйду, მე მამას შევევედრები я упрошу Отца, და იქნება წარმოგზანილი. и Он будет послан. სხვა ნუგეშის მცემელი. Другой утешитель. და ჩვენ ვიცით ძვირფასებო, И мы знаем, дорогие, რომ სიტყვა სხვა что слово «другой» ნიშნავს სხვას, означает «другой», სხვა პიროვნებას, другую личность, მაგრამ იგივე ბუნების, но такой же природой, იგივე с ხასიათის. таким же характером. ჰალელუია. Аллилуйя! როგორიც იყო იესო ქრისტე. Каким был Иисус Христос? ჩემო ძვირფასებო, Дорогие мои, ჩვენ გვწამს, мы верим, რომ არის ერთი ღმერთი, что есть один Бог, სამპიროვანი. три ეს არის личности. მამის პიროვნება, Это личность Отца, ეს არის ძის პიროვნება, это личность Сына, და ეს არის სული წმინდის и это პიროვნება. личность Духа Святого. ჰალელუია. Аллилуйя! და ჩვენ თაყვანს ვცემ И мы поклоняемся სამ პიროვნებას, трем ერთ личностям ღვთაებაში, в одном ერთ божестве, არსში. в одном ჩვენ естестве. ვამბობთ, რომ მასში არ არის არც მცირე და არც დიდი. И мы говорим, что нету большего или меньшего. ისინი ღებულობენ თაყვანისცემას, Они принимают поклонение როგორც ცალ-ცალკე, как по отдельности, ასევე ერთ так и არსში. вместе, в одной ჰალელუია, личности. ამენ. Аминь. ჰალელუია. Аллилуйя. ჩვენ ხედავთ ბიბლიაში Мы видим в Библии სამპიროვან ღმერთს, трехличностного Бога, რომელიც სამი პიროვნებით ვლინდება который проявляется тремя личностями სამყარო შექმნაში. в сотворении мира. დაბადების პირველი თავი, პირველი მეორე მუხლები. Бытие 1 глава, первые 2 стиха. ჩვენ ხედავთ ჩემო ძვირფასებო, Мы видим, дорогие мои, რომ სამება მონაწილეობს სამყარო შექმნაში. что Троица, она участвует в сотворении мира. ჩვენ ხედავთ ასევე Мы также видим 20 დაბადების 1:26 в 1 главе 26 стихе რომ книги ღმერთი Бытия. ამბობს, რომ შევქმნათ კაცი ჩვენი მსგავსი და ხატი. Бог говорит, сотворим человека Да и по подобию слабораков стал и нашему, стал по зем образу равлобичи. нашему. И Он о себе говорит во множественном числе. სამებას მსგავსი და ხატი ვართ ჩვენ. И мы уподобны характеру и природе Троицы. და ბიბლიის ძალიან ბევრ მონაკვეთში И в Библии во многих ვლინდება стихах ღმერთის დიდებული აი ეს არსი და პიროვნული ხასიათი და თვისებები. проявляется вот этот характер Троицы и его личностность. ჩვენ გვსამ შემოძვირფასებო, Мы верим, дорогие, რომ სული წმინდა что Дух Святой არის სრულყოფილი ღმერთი. это совершенный Бог. ის არ არის ზალა, Он не сила, ის არის პიროვნება. Он личность. ის ფლობს ზალას. У него есть сила. ის არ არის ენები. Он не языки. ის იძლევა ენებს. Он дает ის языки. იძლევა ნიჭებს. Он дает дары. მაგრამ ის არ არის. Но он не тот. ის ვლინდება. Он проявляется. ის ვლინდება როგორც მტრედი, Он проявляется как როგორც голубь, ქარი, как ветер, როგორც ცეცხლი. как огонь. მაგრამ ის არ არის არც ერთი. Но он не один из них. ის არის პიროვნება. Он личность. ის არის ღმერთი. Он Бог.
რომელიც ღირსია ქები, который достоин хвалы, ღირსია თაყვანისცემი. который достоин поклонения. ის ზუსტად იგივეა, Он точно такой же, როგორიც არის იესო как Иисус და როგორიც არის мама. и как Отец. მათ ბუნებაში, В их природе, მათ ხასიათში в их характере არ არის განსხვავება. нет никакой разницы. ისი მათი ფუნქციებია განსხვავებული. Знаешь, их функции отличаются. ისინი განსხვავებული ფუნქციებით ვლინდებიან. Они проявляются в отличающих მაგრამ მათი функциях. არსი და буნება არის Но их ერთნაირი. естество и природа, они идентичны. ძვირფასებო, Дорогие мои, მამას არ უყვარვართ უფრო მეტად ვიდრე ძეს. знаешь, Отец не любит нас больше, чем ძეს Сын. არ უყვარვართ უფრო მეტად вიდრე სულიწმინდას. Сын не любит нас больше, чем Дух Святой. ხვდებით რას ვამბობ? Вы понимаете, о чем я? იმიტომ რომ მათი სიყვარული, Потому что их любовь, მათი მეგობრობა, их дружба, მათი ჩვენდამი დამოკიდებულება არის ერთნაირი. их отношение по отношению к აბსოლუტურად нам ერთნაირი. абсолютно одинаково. იცი ზოგიერთები ფიქრობენ, Некоторые думают, რომ იესო არის უფრო კეთილი ვიდრე мама. что Иисус более добрый, чем Отец. რომ იესო სულ ეხვეწება მამას რომ შეგვიწყალოს, იმიტომ რომ მამას ჩვენი დაცემა უნდა და იესო სულ ეხვეწება რომ შეგვიწყალოს. Что Иисус постоянно упрашивает Отца, чтобы Он помиловал нас, пожалел нас, потому что Отец всегда хочет нас побить и отшлепать. არა ჩემო ძვირფასებო Нет, ასე არ дорогие არის. мои, это не так. იესო არის გამოვლენა მამის გულისა, მამის სიყვარულისა. ამენ. Иисус есть проявление და იესო сердца и თქვა რომ любви ეს Отца. შემგან არ არის. Иисус сказал, это не от ეს меня, მამისგან არის. это от Отца. мама არის ასეთი. Отец ამენ. такой. Аминь. ჰალელუია. Hallelujah. ვიღაცა ფიქრობს, Кто-то думает, რომ мама უპირატესია, ძე უპირატესია და სულიწმინდა ისი არის რა. что Отец и Сын, они главные, а Дух Святой так себе. არა ჩემო Нет, ძვირფასებო. дорогие мои. სულიწმინდა Дух Святой, ის არის სიყვარულის სული. Он Дух любви, ის არის სიხარულის სული. Он Дух радости, ის არის უფლის სული. Он Дух Божий, ის არის მამის სული. Он Дух ის Отца, არის ქრისტეს სული. Он Дух Христов. ჰალელუია. Hallelujah. და მე მინდა გითხრათ, И я хочу сказать вам, სამებაში в Троице სულიწმინდა Дух Святой, არის პირველი, Он первый, რომელიც სახელით არის ბიბლიაში მოხსენიებული. который упоминается в Библии по имени. იმიტომ რომ დაბადების 1:2 წერია, Потому что в Бытие 1 главе 2 რომ სული стихе ღვთისა, написано, что Дух რომ Божий, სულიწმინდა Дух Святой, იწრო და წყლებს ზემოთ. Он носился над ანუ водами. პირველად ბიბლიაში Впервые в Сахелит. Библии именем სულიწმინდა არის წარმოდგენილი. Дух Святой упоминается. არა იმიტომ რომ სულიწმინდა არის უფრო დიდი, Не потому, что Дух Святой больше, არამედ იმის გამო, но из-за того, რომ ჩვენ გვესმოდეს, чтобы мы понимали, რომ ის ღირსი არის დიდების, что Он достоин ღირსი არის славы, ყურადღების, Он достоин ღირსი внимания, არის Он თაყვანისცემის. достоин поклонения. Hallelujah. Аллилуйя. და თუ ის პიროვნება И არის, если Он личность, მაშინ ჩვენ უნდა ვიცნობდეთ მას. тогда мы должны знать თუ Его. ის პიროვნება არის, Если Он личность, მაშინ ჩვენ უნდა ურთიერთობდეთ тогда мы მასთან. должны общаться с Ним. ჰალელუია. Аллилуйя. ნახეთ ჩემო ძვირფასებო. Смотрите, дорогие მე мои, მინდა რამდენიმე მუხლი ბიბლიიდან. я хочу прочитать აი несколько ესე стихов из უცად Библии. ცხელ-ცხელად, სწრაფად. Такой по-горячему, ხმაურიანად быстро, გავიაროთ მოდი чтобы ეს мы მუხლები. шумно прошли эти стихи. პირველი ჩემო ძვირფასებო. Первый, дорогие мои, ეს არის რომაელთა რვის 27. это Римлянам 8:27. ჰალელუია. Аллилуйя. მოდი ნახოთ. Давайте откроем. ხოლო გულთამხილაობა ის ისრაელის სულის ზრახვა, იმიტომ რომ იგი ღვთისნები ჩუა მდგომლოს მინდანებისთვის. აქ არის ლაპარაკი, Здесь идет разговор, რომ სულს აქვს გონება, что у Духа есть სულს разум, აქვს ზრახვები, у него есть помышления. სული წმინდა აზროვნებს, Дух Святой, Он სული думает, წმინდა ფიქრობს, Он думает, სული помышляет, წმინდა გეგმავს. Он планирует. ამენ. Аминь. მოდი ნახოთ შემდეგი მუხლი. ეს Давайте არის პირველი посмотрим. კორინთელთა 12:11. Это 1 Коринфянам 12:11. ხოლო ყველაფერ ამას ამოქმედებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს თავისი ნებისამებრ ნაწილებს. ჩემო ძვირფასებო, Дорогие мои, სული წმინდას აქვს ნება, у Духа Святого есть воля. სული წმინდას აქვს ნება, У Духа Святого есть воля. იცილებს გადაწყვეტილებებს, Он принимает решения. გამოხატავს სურვილებს Он проявляет свои და желания. ის გეგმავს თვითონ და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას სად, როგორ და რანაირად И он გამოვლინდეს. планирует и сам принимает решение, где и как проявляться. ამენ. Аминь. მოდი ნახოთ მესამე. Давайте посмотрим третий. ეს არის რომაელთა 15:20. Это Римлянам 15:30. შეგაგონებთ თქვენ ძმანო ჩვენი უფლის იესო ქრისტეთი და სულის სიყვარულით
სულს აქვს სიყვარული. У духа есть любовь. ეს არის ემოციები. Это эмоции. რომ სიყვარული, სიხარული. Любовь, радость. ხო, გალატელთა 5:22-ია, რომ სულის სიხარული გააჩნია. Галатам 5:22 написано, что у него есть ისი რატო радость у духа. ლაპარაკობთ ამის შესახებ? Знаешь, почему мы говорим об ყველა этом? ის თვისება, რაც აქვს პიროვნებას, აქვს სული წმინდას. Все, что есть, какие качества есть у личности, есть у ამიტომ Духа სული Святого. წმინდა არ არის უპიროვნო ძალა. Поэтому Дух Святой это не ჩვენ безличностная ხშირად личность. ვწდებით, როცა ხოლმე ძალაზე ვაკეთებთ აქცენტს. Мы порой ошибаемся, если делаем акцент только лишь на ეს силе. იმის მსგავსია, როცა იესომ თქვა თქვენ იმიტომ ეძებთ, რომ პურიჭა მე დაგაძეხი. Это подобно тому, когда Иисус сказал, что вы ищете меня, потому что вы наелись. ხშირად ჩვენ კი არ გვაინტერესებს მისი პიროვნება, ჩვენ გვინდა მისგან სარგებელი. Порой мы не интересуемся его личностью, но мы хотим выгоды от него. ნახე ჩემო ძვირფასებო. Посмотрите, дорогие мои. რას ამბობს მის შესახებ წერილი? Посмотрите, что говорит Писание о нем. ეს არის ეფესელთა 4:30. Это Ефесянам 4:30. ნუ დაანაღლიანებთ ღვთისმინდა სულს, რომლითაც დაიბეჭდეთ გამოსყიდვის დღისთვის. ნახე რას ამბობს წერილი? Смотрите, что говорит Писание. ნუ დაანაღლიანებთ, Не оскорбляйте, ნუ აწედინებთ, не обижайте, ნუ ატკენთ სული წმინდას. не делайте ему და больно. ვინ აკეთებს ამას? И кто делает это? რას ფიქრობთ, ვინ აკეთებს Как вы ამას? думаете, кто это делает? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყნიერება აკეთებს ალბათ Мы ამას. думаем, что это делает არა, мир. ჩვენ ვაკეთებთ Нет, это ამას. делаем мы. ეკლესია აკეთებს ამას. Церковь делает это. ეკლესიას ткენს მას. Церковь обижает ეკლესია его. არის, რომელიც წინააღმდეგობაში დგას. Церковь та, которая иногда идет против него, რომელიც შეურაცხყოფს ხშირად. которая порой оскорбляет ნახეთ его. ებრაელთა 10:29-ში წერია. ებრაელთა 10:29. Евреям 10:29. როგორ ფიქრობთ? რაოდენ უფრო მძიმე სასჯელს დაიმსახურებს, ვინც გათელა ძეხთისა. წმინდად არ მიიჩნია ღვთის სისხლი, რომლითაც განიწმინდა და შეურაცხყოფს მადლის სულს. მადლის სულ შეურაცხყოფას აყენებს. И порой мы оскорбляем Духа благодати. ზოგჯერ ჩვენ ვერც კი ვიაზრებთ ამას. Порой мы даже не осознаем ვერც კი это. ვფიქრობთ ამას. Даже не думаем об этом. ნახეთ რა წერია საქმე მოციქულთა 7:51-ში. Что написано в Деяниях. ქედმა გარდო, გულითა და ყურით წინა დაუცვეთელნო, ყოველთვის რომ ეწინააღმდეგობით სული წმინდას. როგორ თქვენი მამებიო, ისევე თქვენ. ნახეთ რას ამბობს წერილი. Смотрите, что говорит Писание. სული წმინდას არ ეწინააღმდეგებიან გარეთ. Знаешь, Духу Святому не противится სული извне. წმინდას ეწინააღმდეგებიან იქ, სადაც მას უნდა უსმენდნენ. Духу Святому противится там, სადაც მას где პატივს უნდა მიაგებდნენ. где его должны слушать и სადაც მას уважать, თაყვანს უნდა где სცემდნენ. ему должны поклоняться. ჰალელუია. Аллилуйя. ის ღირსი არის მთელი ქები. Он достоин всей ის хвалы. ღირსი არის მთელი დიდების. Он достоин всей ის славы. ღირსი არის მთელი თაყვანის Он ცემის. достоин всего დიდება поклонения. ჩვენ სუფალს. Слава нашему ის Господу. არის სული, რომელიც ლაპარაკობს. Он Дух, который говорит. ის არის სული, რომელიც Он გვანუგეშებს, Дух, который утешает რომელიც нас, გვასწავლის, который учит нас, რომელიც გვიძღვება ყველა ჭეშმარიტებაში. который нас вводит во всякую ის истину. არის ღმერთი. Он Бог. ის არ მოვიდა 50-ე დღეს. Он не пришел на 50-й ის არ день. მოვიდა როგორც ძალა. Он не пришел как ის сила. მოვიდა როგორც ლიდერი. Он пришел как лидер. ის მოვიდა როგორც Он წინამძღოლი. пришел как руководитель. ის მოვიდა როგორც უფალი. Он пришел как Господь. ეკლესიის საჭედ მპყრობელები არ არიან მსახურები. არამედ სული წმინდა არის შემოძვირფასებო. Дух Святой является лидером и служителем церкви. სული წმინდა არის უფალი. Дух Святой является Господом. სული წმინდა არის წინამძღოლი Дух ეკლესიაში. Святой есть руководитель церкви. სული წმინდა არის ვინც წარმართავს თითოეულ მორწმუნეს. Дух Святой есть тот, который направляет каждого ალელუია верующего. ამენ. Аллилуйя, аминь. და ეკლესია უნდა ემორჩილებოდეს სული И წმინდას. церковь должна подчиняться Духу Святому. ეკლესია უნდა უსმენდეს სული Церковь წმინდას. должна слушать Духа Святого. ეკლესია პატივს უნდა მიაგებდეს სული Церковь წმინდას. должна уважать Духа როგორც Святого, ღმერთსა და უფალს. как Бога и Господа. ჰალელუია. Аллилуйя. ეს მშვენიერია И это შემოძვირფასებო. прекрасно, дорогие мои. ჩვენ ცხოვრობთ დროში. Мы живем во время, საოცარ დროში. в прекрасное და время. ერთხელ იესომ თქვა. И однажды Иисус сказал, ის იდგა და ტიროდა. Он стоял и плакал. ეუბნეოდა. И Он რომ говорил, ვერ შეიცანი იერუსალიმო. что Иерусалим ты не შენი познал. მონახულების დღე. Время посещения უამრავი твоего. მორწმუნე იტირებს. Знаешь, многие верующие ძალიან будут მწარეთ плакать. იტირებს, ძალიან Очень- ბევრი მორწმუნე. Очень горько, многие რომ ვერ верующие, დააფასეს სული წმინდის მათ
გადმოადლი თავის что они не ცხოვრებაში. оценили благодать Духа Святого в своей ვერ жизни, დააფასეს სული წმინდა როგორც უფალი. не смогли оценить Духа Святого как Господа. იცი რომ მოგვესმინა სული წმინდის. Знаешь, если бы мы слушали Духа Святого, რომ მოვდრეკილიყავით მის წინაშე. если бы мы смирились перед Ним, დღეს ამდენი ხორციელობა არ იქნებოდა ეკლესიაში. знаешь, столько плоти не было бы в церкви, ამდენი შეცდომები არ იქნებოდა და არც ამდენი ცოდვები არ столько იქნებოდა. ошибок не было бы и столько грехов не было არ бы, იქნებოდა ამდენი ულოცველობა не было бы столько და არც безмолитвенности ამდენი ტკივილი. и столько же боли, იმიტომ რომ სული წმინდა სიცოცხლის სული потому არის. что Дух Святой это Дух жизни. ის არის სიცოცხლის სულის ჟული. მას მოაქვს. ამენ. Это Дух жизни, и Он приносит это. ჰალელუია. Аллилуйя. გესმით ჩემო ძვირფასებო. Вы понимаете, дорогие იცი мои, ყველაზე მეტად ბიბლიაში რაც მეორდება. знаешь, больше всего, что упоминается или повторяется რომ в ვისაც Библии, ყური აქვს ისმინოს რას ეუბნება სული ეკლესიას. кто ухо имеет, слышит, да слышит, იცი что Дух говорит ყველაზე церквям. დახშული. Знаешь, самое такое приглушенное, ადამიანის ყურები, მორწმუნეთა ყურები ზუსტად სული წმინდის ხმის მიმართ არის დახშული. больше всех приглушены уши верующих по отношению к голосу Духа ჩვენ Святого. ვისმენთ ყველაფერს, უსმენთ ყველაფერს. Мы слушаем все. ჩვენ უსმენთ სამყაროს ხმებს. Мы слышим голос ჩვენ этого უსმენთ ჩვენს мира. გრძნობებს. Мы слушаем наши ჩვენ ბევრ чувства. ხმას უსმენთ. Мы слушаем много голосов, მაგრამ არ უსმენთ სული но не წმინდას. слушаем Духа და Святого. ასეთ სიტყვებს ამბობს წინასწარ И მეტყველი. пророк говорит такие слова. ო, ერთხელ მაინც რომ მოგესმინათო. Если бы вы хоть один раз ო, ერთხელ послушали, მაინც რომ მოგესმინათ Если სული бы წმინდის ხმა. вы хоть один раз послушали голос Духа დინარესავით Святого, იქნებოდა თქვენი მშვიდობა. ваш мир бы был бы как თქვენთვის реки, კურთხევა მოვიდოდა მდინარესავით. и благословение пришло бы ო, как ერთხელ река. მაინც. Если бы один раз хоть, ერთხელ მაინც. если хоть один раз, ერთხელაც რომ მოგესმინათ. если бы вы хоть один раз ისი მომისმინეთ услышали бы, ძვირფასებო. послушайте, дорогие, მომისმინეთ. послушайте, ეს ნიშნელოვანი и არის. это важно. ის მოვიდა ურთიერთობისთვის. Он пришел для общения, ის მოვიდა როგორც უფალი. Он пришел как Господь, ის მოვიდა რომ დაგეხმაროს. Он пришел, чтобы помочь, ის მოვიდა რომ წაგიძღეს. Он пришел, чтобы вести ის მოვიდა тебя, რომ გვასწავლოს. Он пришел, чтобы учить. და იცი რა არის შემოძვირფასებო. И знаешь что, дорогие мои, მე გავიმეორებ ისევ ამ სიტყვებს. я повторю еще раз эти слова. მთელ დედამიწაზე На всей земле, ეს თქვა ღმერთის ხებულმა. это сказал Божий და помазанник. ის ძალიან ძლიერად თქვა მან. И он сказал это очень რომ сильно, სული წმინდა что Дух Святой არის ყველაზე უარყოფილი პიროვნება это самая отверженная личность ეკლესიაში. в церкви, დედამიწაზე, на земле, თავის ეკლესიაში. в своей церкви. სული წმინდა არის ის, Дух Святой тот, ვინც დღეს кто сегодня, მორწმუნეებმა верующие, მიაყენეს კუთხეში. они поставили его в угол, მაგრამ ის უნდა იყოს უფალი. но он должен быть Господом. ის უნდა იყოს საჭეთბურობელი. Он должен был тем, который ის руководит. უნდა გვიძღვებოდეს ჩვენ. Он должен вести нас. ის უნდა იყოს ავტორიტეტი ჩვენ Он ცხოვრებაში. должен быть авторитетом в нашей жизни. ჰალელუია. 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 ამის განსაზღვრა ღმერთმა. И Он определил это для нас. Для ახეთ этого определил შემოძვირფასებო. Бог. ის მოვიდა რომ ილაპარაკოს. Он пришел для того, чтобы говорить. მოდი ნახოთ. მე ერთი ადგილი დავიკითხოთ. ეს არის მეორე კორინთთა 13:14. Это 2 Коринфянам 13:14. ძალიან ძლიერი მუხლი არის ეს. Очень сильный стих, სადაც სამება არის გამოხატული სამების მოქმედება და გამოვლინება. где проявляется действие Троицы. და ეს არის ლოცვა, რომელიც ლოცვად წარმოთქვათ ეკლესიაში. И мы произносим это как молитву в церкви. მეორე კორინთთა 13:14-ში წერია. И здесь написано, უფალი იესო ქრისტეს მადლი. 13 стих, 13:13. ღვთის სიყვარული და სული წმინდის ზიარება ყველა თქვენთანგანსო. ამენ. ნახე ჩემო ძვირფასებო. Посмотрите, дорогие мои, ჩვენ ვიცით რომ ქრისტესგან მოვიდა მადლი. мы знаем, что от Христа пришла благодать. ჩვენ ვიცით რომ ისე შეგვიყვარა ღმერთმა მისა თავისი ხოლო ჩობელიძე. И мы знаем, что так возлюбил нас Отец, что отдал своего Сына იესომ Единородного. დაასრულა ჩვენი ცოდვების გამოსყიდვა და დაჯდა მამის მარჯვნივ Иисус დიდებაში. завершил искупление наших грехов, и Он воссел მაგრამ одесную სული Отца на წმინდა არის небесах. მოზიარეობის სული. Но Дух Святой – это Дух общения.
ანუ ზიარება ეს არის ურთიერთობა. И это общение, это отношения. სულიწმინდის მოზიარეობა ყველა თქვენთაგანთან. И общение Духа Святого со всеми вами. ის არის მოზიარეობის სული. Он дух общения. ბერძნულში ეს არის ასეთი სიტყვით წარმოდგენილი კაინონია. В греческом он представлен таким словом რაც кайнония, ნიშნავს ურთიერთობას, что означает общение, მეგობრობას, дружба, ახლოთ ყოფნას, быть вместе, рядом, თანამშრომლობას. сотрудничество. იესომ როცა თქვა რომ მოვანუ გეშის მცემელი. Когда Иисус сказал, что придет утешитель, ბერძნულად ეს არის პარაკლეტოსი. по-гречески это звучит как და ამ სიტყვის параклетос. ფუძე არის პარა. И основание этого слова, корень этого слова пара. ანუ წვილებს რო ეძახი ჩვენ დაწვინენო და პარტნერ. Пара, мы говорим о супругах или, допустим, стали ცოლი და парой. ქმარი არიან და პარები, დაწვილებულები. И вот муж, жена это парные. სულიწმინდა მოვა როგორც შენი პარა, შენთან განუყოფლად მყოფელი. И Дух Святой, Он придет как твоя пара, неотделимая, неотъемлемая. კარგი მაგალითი მოვიყვანე, დღესაც მოვიყვანა მაგალითი. И я хороший пример привел до этого, и сейчас приведу этот пример. ჩემი ბიჭი ჯარშია. Знаешь, мой сын, он в армии. ჩემ დროს არ იყო ეს. И в мое время такого не было. მაგრამ ეხლა ასე არის. Но сейчас это так. მას ყავს თავისი პარა. У него есть своя пара. ის არის პულიმიოჩი. Он это второй пулеметчик. მაგრამ მას ყავს მეორე. Он пулеметчик, но у него есть второй. და თელი ეს წლების ვიდრე სამხედრო სავალდებულოს მოიხდის. ისინი ვალდებულები არიან, იყვნენ სულ ერთად. И на протяжении всей своей службы они обязаны всегда быть вместе. დილიდან საღამომდე. А с утра до вечера. ნახე როგორი წესია. Смотрите, какое правило это. ცოტნე არ ეწევა, Сотная не курит, მაგრამ ყველა ეწევა. но все курят. და როცა მას მოუნდება მოწევა, И когда он захочет покурить, მას არ შეუძლია მარტო გავიდეს, უნდა სთხოვოს რომ პარა გაყვეს. и если вот этот напарник захочет покурить, он- რამდენჯერაც არ უნდა მოწიოს, მისი პარას არ უნდა დაშორდეს, ის უნდა უდგეს и გვერდზე. если даже пара цотны захочет покурить напарник, он მაგრამ რა обязан დროც его არ უნდა забрать с იყოს და собой. მოგინდეს იქ სხვა ოთახში გასულა, И если даже тебе захочется უნდა გააღვიძო და არ შეგიძლია პარის გარეშე წახვიდე. в 00 сходить в царское место, ты не можешь пойти один, ты обязан разбудить своего напарника и вместе с ним пойти. ნიშნულობა არ აქვს, საჭმელია ნებისმიერი რამე ხარ პარასთან ერთად. Не имеет значения, что бы это ни было, это еда или что бы то ни было. ამით ისინი ასწავლიან, რომ შენი მეგობარი არასდროს არ უნდა დატოვო ომის პერიოდში, სადაც არ უნდა იყო. ყოველთვის უნდა იცოდე, რომ მარტო არ ხარ და ვიღაცა არის კიდე И შენთან ერთად. этим самым они обучают, что ты не можешь бросить своего друга в беде или на войне, вы обязаны всегда быть вместе. მაგრამ სულიწმინდა არის პარა. Но Дух Святой также есть пара. ის არის პარაკლეტოსი, Он параклетос, რომელიც напарник, ყოველთვის შენთან არის. который всегда с нами. პიროვნულად ის არის შენთან Он личностно с тобой. და ყოველთვის გასწავლის. И он всегда учит ის тебя. არის ვინც გამხნევებს. Он тот, кто ободряет ის тебя. არის ვინც გიძღვება ჭეშმარიტებაში. Он тот, который вводит тебя в მაგრამ истину. ჩვენ Но мы ყოველთვის ზურგით დგევართ. Мы უფრო всегда- ხშირ შემთხვევაში. подчистую встаем спиной, იმიტომ რომ ჩვენ სხვა პარები გვყავს. потому что у нас другие пары. იმიტომ რომ ჩვენ სხვა მეგობრებს ვეძებთ. Потому что мы ищем других ესაია друзей. წინასწარმეტყველი ამბობს. Исайя пророк говорит, რომ მთელ დღეს ვიწვდიდი ჩემს ხელებსო თქვენსკენ. что весь день я протягивал руку წარმოიდგინე мою к вам. სულიწმინდა რომელიც მთელი დღე Представьте себе Духа Святого, გელოდება который როდის მოიცლი მისთვის. целый день ожидает, Родись пока да ты ელაპარაკები მას. найдешь время для него и поговоришь с ним. როდის გახსნი შენს გულს. Когда ты откроешь свое როდის сердце, დაიწყებ მის თაყვანისცემას. когда ты начнешь поклоняться ему, მაგრამ შენ ყურადღებას არ აქცევ. но ты не обращаешь და ამ внимания. დროს რა ხდება? И что происходит в это ნუ время? დაანაღლიანებ სულიწმინდას. Не огорчайте Духа იმიტომ რომ Святого. მეგობრობაზე უთხარი თუ არის. Потому что мы отказались от იმიტომ რომ дружбы. ჩვენ უარი უთხარით რომ ჩვენი უფალი იყოს. Потому что мы отказали Მაგრამ ему быть როცა нашим პრობლემა Господом. გვაქვს. Но когда у тебя проблема, ჩვენ გვინდა რომ მისგან ძალა მივიღოთ. мы хотим получить от него силу. ჩვენ გვინდა რომ მისგან მხოლოდ გამოვლინება Мы გქონდეს. хотим только лишь проявление от него. მაგრამ გულს ვატკენთ მას. Но этим самым обижаем его. ყველაზე მძიმე ხო არის შენთვის. Знаешь, самое болезненное же есть როცა что-то для შენს тебя. ასეძებენ. Когда ищут твоего.
როცა ხოლო ჩვენს ასეძებენ не ищут тебя, а твоего. ადამიანები ხშირად ვამბობთ ასე И люди, мы часто говорим так. იცი მათ ხოლოდ ჩემი ფულები უნდა Знаешь, им только лишь на мои деньги მათ ჩემი нужны. გავლენები უნდა Мое влияние. და რამდენად იმსახურებს ამას ღმერთი ჩვენ რა გვინდა И насколько Бог заслуживает რამდენად того, чего мы გვაინტერესებს მისი хотим. პიროვნება Насколько нас интересует Его личность. რამდენად შეგვიძლია რომ მას ყურადღება მივაქციო Насколько мы можем обратить на Него внимание. გამოვლენება ისედაც იქნება Проявление и так будет. სადაც სული წმინდა უფალი არის Там, где Дух Святой господствует. სადაც უფლის სულია Там, где Дух Господень. სადაც უფლის სულია Там, где Дух Господень. მეორე კორინთელთა 3:17 2 Коринфянам 3:17. სადაც უფლის სულია Там, где Дух Господень. იქ არის თავისუფლება Там свобода. ჩემო ძვირფასებო Дорогие мои, უფლის სული ბევრგან არის знаешь, Дух Божий во многих მეცად местах. უფლის სული არის ყველგან И я больше скажу, Он везде. დავითმა თქვა Давид сказал, სად წაუვალო შენ სულს და სად დავემალები куда я убегу от Духа ზეცაში Твоего? ავიდე იქაც შენ ხარ Зайду на небо, и Ты там. ქესკნერში ჩავიდე იქაც შენ ხარ Сойду в преисподнюю, и Ты там. მე მინდა ერთი რამე გითხრათ Я хочу сказать вам одно. რაც თეოლოგიური ნიშნულობის ხასიათს ატარებს То, что носит теологический характер. ისი ჩემო ძვირფასებო Знаете, дорогие мои, როდესაც ღმერთიზე განკაცდა და 100% ღმერთი გახდა 100% ადამიანი когда Божий Сын стал 100% человеком и 100% Богом был, როცა იესომ თქვა რომ ამისგან გამოვედი и когда Он сказал, что я и шел от Отца, მამაში სიცარიელი არ დარჩენილა знаешь, в Отце не осталась пустота. ეს არ ნიშნავს რომ ვიდრე იესო დედამიწაზე იყო მარტო სული წმინდა და мама იყო Это не означает, что пока Иисус был на земле, на небесах оставались только Отец и Дух Святой. ეს სრუსწავლება არის Это лжеучение. ისევე როგორც სრუსწავლება არის რომ სული წმინდა მოვიდა დედამიწაზე ზეცაში აღარ არის Точно так же, как лжеучение и то, что Дух Святой пришел на землю, и там его нет больше. პირველ რიგში ღმერთი არ შემოისაზღვრება სივრცით В первую очередь Бог не ограничивается იესომ თქვა пространством. არავინ მოსულა მიწაზე გარდა ძიდან ჩამოსული ძეკაცისა რომელიც ზეცაშია Никто не пришел на землю, кроме Сына Божьего, который на небесах. იესო გახდა კაცი Иисус стал человеком. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის იყო პერიოდი რაღაცა ნაწილში როცა ის ღმერთი აღარ იყო Но это не означает, что какой-то период времени пребывания на земле он больше не был Богом. იმას არ შეუწყეტია ღმერთობა Он не прекращал быть Богом. ის არსში იყო ისევ ღმერთი Он опять же находился в და естестве ეს არის Божьем. საიდუმლო რასაც ადამიანის გონება ვერ И ახსნის это тайна, которую не может открыть и ამიტომ объяснить როცა разум ვამბობ სული человека. წმინდა მოვიდა И поэтому, когда мы говорим, что Дух Святой пришел, სული წმინდა პიროვნულად ჩამოვიდა Дух Святой личностно ეს спустился. არ ნიშნავს რომ ზეცაც არის ელი დარჩა И სული წმინდისგან И это не означает, что небеса остались пустыми без Духа სული Святого. წმინდა ყველგან არის Дух Святой везде. ის არ არის შემოსაზღვრული Он не ограничен. და რა არის ის И ძვირფასება знаете что? და სამწუხაროდ И, к сожалению, სადაც სული წმინდა არის там, где Дух Святой, იქ ყველგან თავისუფლება არ არის не везде свобода. იქ ყველგან თავისუფლება არ Не არის везде свобода. თავისუფლება არის იქ Свобода лишь там. სადაც სული წმინდა უფალი არის Там, где Дух Святой Господь. სადაც сული წმინდა ღმერთია Там, где Дух Святой Бог. სადაც სული წმინდა მეფობისა და უფლობის საშუალებას Там, აძლევს где дают возможность Духу Святому господствовать и царствовать. Аллилуйя. ამინ Аминь. ჰალელუია ამინ Аминь. ისე რომ შემოძვირფასებო Так что, дорогие мои, დიახ სული წმინდა დედამიწაზეა да, Дух Святой на земле. დიახ სული წმინდა არის ეკლესიაში Да, Дух Святой в церкви. მაგრამ ამის გამო ყველაფერი წესრიგში არ არის Но из-за этого не все в порядке. ყველაფერი რიგზე არ არის Не все в порядке. ვიდრე ეკლესია მას უფლად არ მიიღებს До тех пор, пока церковь не примет его как ვიდრე Господа. ეკლესია მას არ მიუძღვნის ყველაფერს Пока церковь не посвятит ему все. ვიდრე ის ცენტრი არ იქნება ჩვენი Пока он не будет и не станет центром იესო нашим. გაუკეთესია წავიდე Иисус сказал, лучше, чтобы я ушел. ჩემო ძვირფასებო Дорогие мои, იესო თქვა რომ თქვენ ახლა დანაღლიანდით როცა ეს გითხარით Иисус сказал, что да, вы сейчас огорчились из-за того, что я сказал вам. ეს ჩვენთვისაც დღეს გასაგები არის Но сейчас нам понятно თუ это. იესო აქ დარჩებოდა მარადიულად Если бы Иисус навеки остался бы на земле, და ჩვენ მოგვინდებოდა იესოსთან შეხვედრა и мы захотели бы встретиться с Иисусом, ჩვენ არ ვიცით ის კონფერენცია ზოდი შეატარებდა საქართველოში мы не знаем, когда бы он провел бы конференцию в Грузии,
მაგრამ თუ შემოგინდებოდა მისი ნახვა Но если бы ты захотел бы увидеть его, ჯერ ახლა რაღაც იქ წასულა რომ ისრაელში ჩახვიდე представь себе сейчас, сколько стоит поехать в და Израиль. წარმოიდგინე რომ თელი სოფლიოს მომდებოდა იქ წასულა რა ამბავი იქნებოდა Представь себе, что если бы весь мир захотел бы поехать Иисус туда, в сказал, Иерусалим, увидеть его, «Уйдем». Иисус сказал, лучше, чтобы я ушел, იმიტომ რომ მოვასული წმინდა потому что придет Дух Святой, და თქვენო არ დარჩებით ობლად и вы не останетесь თქვენ არ сиротами, იქნებით მეფისა და უფლის გარეშე вы не останетесь без царя и без იმიტომ Господа, რომ ის არის იგივე потому что Он тот же, იგივე არსის იგივე ბუნების იგივე ხასიათის того же естества, того же характера, той же და природы. ის იქნება ყველა თქვენთაგანთან თელ დედამიწაზე И Он будет со всеми вами по всей земле. გესმით ჩემო Вы ძვირფასებო понимаете, дорогие мои? ერთდროულად იქნება 5 მილიარდ მორწმუნესთან ერთად Одновременно Он будет со всеми 5 და მისი миллиардами ყოფნა ნიშნავს იესოს верующими. ყოფნას Это означает пребывание Иисуса со всеми თუ შენ нами. ამბობ რომ მე რო იესოს დროს ყოფილიყავი მას შევეხებოდი მას კითხვებს დაусმევდი რატომ არ ეკითხები და რატომ არ ეხები სული წმინდა Ты говоришь, если бы я жил бы во времена Иисуса, я бы прикоснулся бы к Нему, სული спросил წმინდა бы. არის იგივე А сейчас зачем ты не прикасаешься, не спрашиваешь Духа Святого? Он და тот ისაკ же. არის И Он тот же, и Он здесь. მეცაც გეტყვით ის შენშია Я больше скажу, Он в тебе. შენი სხეული ტაძარი არის Потому что тело твое, храм შენში Его, მცხოვრები სული წმინდისა живущего в тебе Духа და Святого. რატომ არ აძლევ უფლებას რომ იბატონოს და იუფლოს И почему ты не позволяешь Ему господствовать и შენ царствовать в შეგიძლია тебе? შეეხო მას Ты можешь прикоснуться к Нему. შენ შეგიძლია განისწავლო Ты მისგან можешь обучаться от Него. შენ შეგიძლია მიიღო რჩევები Ты მისგან можешь получать советы от ჩემო Него. ძვირფასებო Дорогие мои, ეკლესიას რომ მოგვესმინა სული წმინდისთვის если мы, церковь, слушали бы Духа Святого, ბევრ მორწმუნეს ვალები არ у ექნებოდა многих верующих не было бы долгов. ჩვენ რომ მოგვესმინა სული Если бы мы წმინდისთვის слушали бы Духа Святого, ბევრი ოჯახები არ დაინგრეოდა многие семьи не разрушились ჩვენ რომ бы. მოგვესმინა სული Если бы мы წმინდისთვის слушались Духа Святого, ბევრი მორწმუნის ჯანმრთელობა არ დაიმსხვრებოდა здоровье многих верующих не сломалось ჩვენ რომ бы. მოგვესმინა სული Если бы წმინდისთვის мы слушали Духа Святого, ჩემო ძვირფასებო дорогие мои, დღეს ეკლესია მწვერვალზე იქნებოდა сегодня დიდების церковь, она была бы на высоте. ამიტომ არის მნიშვნელოვანი И поэтому это очень важно, რომ დღეს მაინც ვილაპარაკოთ ამაზე чтобы сегодня, хоть сегодня мы говорили об этом. ჩვენ არ გვინდა რომ გვერქვას ღვთისშვილები Мы не хотим называться детьми Божьими. ჩვენ უნდა ვიყოთ ღვთისშვილები Мы должны быть таковыми. ჩვენ არ გვინდა რომ გვერქვას სული წმინდი თავსილი ეკლესია Мы не хотим называться церковью, наполненной Духа Святого. ჩვენ უნდა ვიყვეთ თავსილი ეკლესია Мы должны быть наполненной церковью. მე ვსვავ ძალიან მარტივ კითხვას Я задаю очень простой вопрос. და როდის აივსო ეს ეკლესია სული წმინდით ბოლოს Когда в конце церковь наполнилась Духом Святым? როდის აივსე შენ სული წმინდით Когда ты лично наполнялся Духом Святым? როდის აივსე Когда ты наполнялся? როდის იდექი და იფსებოდი ღმერთის დიდები Когда ты стоял просто и наполнялся Божьей славой? როდის იყო ეს Когда это было? როდის იყო როცა ჩვენი გული გრძნობები და ემოციებს მოუჭირებდით სული წმინდით Когда было, чтобы мы наше сердце, наши эмоции, наши чувства подчиняли Ему? როდის გამოვყავით ამისთვის დრო Когда мы выделили для этого время? როდის იყო როცა უთხარით ძირფასო სული წმინდა Когда мы последний раз сказали Ему, драгоценный Дух Святой, მაპატიერა სულ გადარდენებზეო прости, что я все время в перебежках. მაპატიე სულო წმინდა რომ მოგაქციე ყურადღება Прости, Дух Святой, что я не обратил сегодня на Тебя внимание. მე მინდა რომ დაგემორჩილოში Я хочу подчиниться Тебе. მე მინდა რომ მიყვარდეში Я хочу любить Тебя. ხდებით Понимаете? ვიღაც ფიქრობს რომ თუ იესოს ნახავს ფიზიკურად უფრო მეტად ეყვარება არა ჩემო ძვირფასება Кто-то думает, что увидев Иисуса лично, он больше любил бы. Нет. ზუსტად ისე როგორც ჩვენ გვიყვართ დღეს სული წმინდა და ვაფასეთ ასევით ჩვენ ღმერთს იმიტომ რომ სული წმინდა არის ღმერთი Точно так же, как мы относимся сегодня к Духу Святому, точно так же мы относимся к Богу, потому что Дух Святой и есть Бог. ალელუია Аллилуйя. Аллилуйя. ალელუია ის არის ურთიერთობის სული Он есть Дух общения. ის მონაწილეობს ჩვენი ცხოვრების ფორმირებაში И Он участвует в формировании нашей жизни. სული წმინდა წმენს ეკლესიას Дух Святой очищает церковь. სადაც არის სული წმინდის მეფობა იქ თავდება ხორციელობა Там, где есть господство Духа Святого, там завершается плотское состояние. აქ ახართ Вы ვიფასებ здесь, дорогие мои. ბიბლია ამბობს რომ სულით Библия говорит, что Духом ვაყოდინებთ ხორცის სულით мы умерщвляем дела плоти. სული წმინდა კლავს Дух Святой убивает.
ხორცის სურვილებს. желания плоти. ის ანადგურებს Он уничтожает их. ეგოიზმს. Он уничтожает эгоизм. როცა ჩვენ ვაძლევთ ამის უფლებას. Когда мы даем возможность и право ему. ჰალელუია. Аллилуйя. ჰალელუია. Аллилуйя. ჰალელუია. ამენ. Аминь. ისი ბიბლიაში Знаешь, в Библии სული წმინდა Дух Святой, მოხსენიებული არის როგორც ღვთის თითი, როგორც ღვთის ხელი. он упоминается в Библии как перст Божий. გახსოვთ იესომ თქვა, Вы помните, Иисус сказал, თუ მე ღვთის სულით ვდევნი ეშმაკ. если я Духом Божьим изгоняю дьявола, და შემდეგ მეორე წელში ამბობს, и потом он в другом месте говорит თუ также, მე ღვთის თითით ვდევნი. если я Божьим перстом изгоняю, იესომ ღვთის თითი Иисус Божий перст და ღვთის სული и Божий Дух შეადარა ერთმანეთს. сравнил друг с другом. სული წმინდა იძროდა წყლებს ზემოთ. Дух Святой двигался над бездною. და მე ფსალმონია მოს როცა უყურებცა შენი თითების ამოქმედას. И псалмопевец говорит, когда я смотрю на небеса, на творение рук твоих, სული წმინდა არის ვინც ფორმირებას უკეთებს ჩვენ სულიერ ცხოვრებას. Дух Святой это тот, кто формирует нашу духовную жизнь. სული წმინდა არის ვინც ქმნის, Дух Святой это тот, который творит. ვინც ჩვენი უსახო და უდაბური ცხოვრებიდან ქმნის შვენიერ სამყაროს. Который творит из нашей небезвидной жизни что-то драгоценное, прекрасное. დები შემოძვირფასებო. Вы понимаете, дорогие? თუ წაიღებ შენ სულს, Если уберешь Дух свой, უფალო თუ წაიღებ შენ სულს, Господь, если ты уберешь Дух свой от меня, მაშინ ყველაფერი გახმება, тогда все ყველაფერი высохнет, მოკვდება. тогда все умрет. მაგრამ თუ მიუღრი შენ სულს, Но если ты изольешь свой Дух, მაშინ უდაბნოში აღმოცენდება. тогда в пустыне процветет. წალკოტი აყვავდება, ხო ასე წერია იქ სადაც გვალვა იყო. Тогда процветет засушенные места. სული წმინდას მოაქვს შემოძვირფასებო. Дух Святой приносит, дорогие мои. სული წმინდის მართლობას მოაქვს სიჯანსაღი, Дух справления и водительства Духа Святого приносит здоровье, მოაქვს სიწმინდე, приносит святость, მოაქვს სიყვარული. приносит любовь. ის არის მოზიარეობის სული. Он есть Дух общения. აი რა საკეთებს სული წმინდა. Вот что делает Дух Святой. როცა ჩვენ ყველას გვაქვს მასთან ურთიერთობა Когда у всех нас есть общение с Ним, და სული წმინდა მოძრაობს თელ სხეულში, и Дух Святой двигается по всему телу, იცი ის ჩვენს გულებს აერთიანებს ქრისტეში. Он объединяет наши сердца во Христе. და ჩვენ როგორც ერთი სხეული შეგრძნება გვაქვს მასში. И тогда у нас есть чувство одного тела. ხდები ჩემო გესმით რაზე ელაბარაკი. Понимаете, о чем здесь говорится? სული წმინდა მოდის და ღრის თავის სიყვარულს შენს გულში. Дух Святой приходит и изливает свою любовь в твое და сердце. ის ღრის сиყვარულს შენს გულში. И Он изливает свою любовь в мое და აი сердце. ამით სული წმინდა ჩვენს გულებს И აერთიანებს. этим самым Он объединяет наши ჩვენ сердца. ყველას გუნათლავს ის ერთი სულით ერთ სიყვარულში ვინათლები. И Бог крестит нас одним духом в одну любовь. დღეს არის ჩემო ძვირფასებო, ჩვენ არ გვაქვს კაი მდგომარეობა. У нас- აქ არ ვამბობ ეკლესიას ზოგადად ქრისტიანულ მოძრაობებში. Я в общем говорю, в христианском движении не такое уж и хорошее состояние. სატანა ცდილობს რომ გაათითო კაცვებს ეკლესია. Дьявол пытается разделить по отдельности церковь. გაყოს ეკლესია. Разделить церковь, თითოეული სხეულის ნაწილმა თქვას რომ მე ჩემი ცხოვრება მაქვს. чтобы каждая часть тела сказала, у меня своя жизнь. ხდები ჩემო ძვირფასებო. Вы понимаете, дорогие мои? და ამით ეშმაკი ცდილობს ეკლესიის სხეულის პარალიზება მოახდინოს. И этим самым дьявол старается парализовать церковь. იმიტომ რომ ყველა თავის სიმართლეში იკეტება, ყველა თავის გრძნობებში იკეტება, ყველა თავის გაგებაში იკეტება და არა უფალში. Потому что все закрываются в своих пониманиях, в своих понятиях, и никто не закрывается в Господе. მორწმუნეები Верующие, ყველა დღეს ცხოვრობს, они же проживают каждый день, რომ აკეთოს ის, чтобы делать то, რაც თვითონ სიამოვნებს что ему приятно. და რასაც ფიქრობს, რომ მისთვის კარგია. И о чем он думает, что это будет полезно ему. 2000 წლის წინ პავლე მოციქულმა თქვა ეს სიტყვები. 2000 лет назад апостол Павел сказал такие слова, ყველანი თავისაც ეძებენ что все ищут своего, და რა იმას რაც ქრისტეს. а не того, что угодно Христу.
არა იმას, რაც სულ წმინდისა. не того, что угодно Духу Святому. ჩემო ძვირფასებო, Дорогие мои, თუ ჩვენ ვართ если мы ეკლესია, есть церковь, რომელიც 50-ე დღეს დაიწყო დედამიწაზე. которая начала свое существование на 50-й день, მოდი მივცეთ უფლება სული წმინდასო ჩვენი ღმერთი და უფალი. давайте позволим Духу Святому быть нашим Богом и Господом, იყვეს ის ჩვენი წინამძღოლი. быть нашим руководителем. მოდი მივუახლოვდეთ მას. Давайте приблизимся к Нему. მოდი მოვიდრიკოთ მის სინაში. Давайте смиримся перед Ним. მოდი მოისმინოს დღეს ჩვენმა ხურებმა მისი ძახილი И пусть наши уши сегодня услышат Его голос. და მივუახლოვდეთ მას И приблизимся к Нему გულმართლად, с праведным сердцем, სრული რწმენით. с полной верою. ჰალელუია. 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 ამენ. Аминь. აკა ხართ ძვირფასებო. Вы здесь, дорогие мои. მე ვთხოვ გუნდს, Я попрошу группу прославления. მე მინდა რომ მოგიწოდოთ ყველას ლოცვისთვის. Я хочу призвать всех вас к молитве. ჩვენ გვექნება ზეთისხება. У нас будет помазание маслом. ზეთი ნიშნავს სული წმინდის მოქმედებას და ძალას. И масло означает действие Духа Святого. ზეთი დაკავშირებულია განკურნებასთან, И масло, განახლებასთან, оно связано с исцелением, с обновлением, აღდგენასთან, с восстановлением, სიცოცხლესთან. с жизнью. ეს არის გარეგნული მოწმობა იმისა, რაც ჩვენ შიგნით ხდება, Это внешнее свидетельство того, что происходит внутри нас. რასაც სული წმინდა აკეთებს. То, что делает Дух Святой. ჰალელუია. Аллилуйя. ჰალელუია. Аллилуйя.